გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემა თავიდან ბოლომდე შეეხება სამუზეუმო პოლიტიკას, ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე პროცესებს, როგორც ახლა ამჟამად, ისე ახლო წარსულში, წინა წლებში რა ხდებოდა აუცილებლად გაგახსენებთ. ამჟამად ისეთი ვითარებაა, რომ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი არაერთ დანაშაულში მხილებული, არა მარტო ჩემს მიერ მხილებული, ბატონი დავით ლორთქიფანიძე ფაქტიურად ძველ უფლებებში აღდგა. ანუ იმ უფლებებში, რომელშიც იყო 2021 წლამდე, ვიდრე კულტურის მინისტრად დაინიშნებოდა ქალბატონი თია წულკიანი. 2021-24 წლებში იყო შეფერხებული, აღკვეცილი, გაჩერებული მისი ის დამანგრეველი და დანაშაულებრივი პოლიტიკა, რასაც ჯერ კიდევ 2005 წლიდან ახორციელებდა. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული მუზეუმის გაერთიანება 2004 წლის დეკემბერში შეიქმნა სააკაშვილის ბრძანებით მისი ხელისუფლების დროს. გენერალურ დირექტორად დაინიშნა ბატონი ლორთქიფანიძე. მას დაუქვემდებარეს გაერთიანეს ერთი ქოლგის ქვეშ იურიდიული სტატუსი, მოუშალეს ყველა მუზეუმს არა, იმ მუზეუმებს, ქვეყნის ცენტრალურ მუზეუმებს, რომლებიც შეიყვანეს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში და მერე დაიწყო იმ ანტიქართული პოლიტიკის განხორციელება, რომელმაც სავალალო შედეგები მოიტანა. გეტყვით ამჟამად რა ხდება და შემდეგ შეგახსენებთ რა გააკეთა და რატომ ვამბობ მე და რატომ ვიმეორებ ამდენი წელი, არა მარტო მე, რომ ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა და რომ ეს ადამიანი მუზეუმებს ახლოს არ უნდა გააკარონ, მინიმუმ და მაქსიმუმ აუცილებლად უნდა დაიკითხოს და პასუხი გაცეს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიებამ უნდა დაუსვას. იმიტომ რომ ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე როგორც ემს პასუხს, მე დღეს ამას მოგასმენინებთ. ამჟამად დავით ლორთქიფანიძეს კიდევ უმატებენ ახალ მუზეუმებს, კიდევ უფრო აძლიერებენ კულტურის ახალი მინისტრი თიკა რუხაძე, ქალბატონი თინათინ რუხაძე აპირებს ესეთი განზრახვა აქ და ლორთქიფანიძე უკვე ამით ხმამაღლა თავს იწონებს, რომ კიდევ მუზეუმებს იერთებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებაში რა მუზეუმებიც არის, ის მუზეუმები გადადის ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში, აი მათ შორის მირზაანსა და თბილისში ფიროსმანის მუზეუმი. ჩემი ინფორმაციით არაერთ მე ამაზე დოკუმენტს ვერ წარმოგიდგენთ, ახლა რასაც ვამბობ, ეს არის უტყუარი ინფორმაცია, არაერთ წყაროსთან გადამოწმებული და დადასტურებული, ესე იგი უფლის ციხეს და ვარძიას არიერთებს მხოლოდ. დანარჩენი მუზეუმები, რაც არის დაქვემდებარებაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსი, გადადის ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში. ეს ერთი. მეორე ის, რომ გამოაცხადა რეორგანიზაცია და რას როგორ იზავს ღმერთმა იცის და ვიცი, რომ ძალიან ჩქარობს, რატომ ვერ გეტყვით რას ელოდება, ის მუდმივად იმის მოლოდინშია, რომ რევოლუცია მოხდება და მობრუნდებიან ის ადამიანები, ვინც აღაზევა თავის დროზე და თანამდებობაზე დანიშნა. თუმცა არც ამათ დროს გრძნობს თავს ცუდად, თითქმის ყველა ადამიანთან, თანამდებობის პირთან, თლად ყველასთან არა, უმეტესობასთან გამონახა საერთო ენა, ცალკეულ ადამიანებთან. მე ამას ვერ ვიტყვი ქვეყნის დღევანდელ პრემიერზე, ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ მასთან საერთო ენა აქვს გამონახული და არ ვიცი, ახვევს თავბრუს და როცა ეუბნები, რომ აი ეს გააკეთა, ამა თუ იმ თანამდებობის პირს ან ცნობილ ქართველს გეუბნებიან, რომ ის არის ძალიან დიდი მეცნიერი და მას საზღვარგარეთ ძალიან დიდ პატივს სცემენ. აი ასეთი პასუხი აქვს, როცა კიდევ კითხვას შეუბრუნებ, რომ აი რითია ეს დიდი მეცნიერი და აი როგორ ვინცემს პატივს საზღვარგარეთ, ამაზე უკვე კონკრეტული პასუხები აღარ არის. უბრალოდ ესია ინფორმაცია გავრცელებული მის შესახებ. მოვიდა თუ არა, კიდევ ერთი ახალი ამბავი, რაც ახლა ხდება.
ესე იგი გითხარით, რომ ხო მუზეუმებს იერთებს რეორგანიზაცია გამოაცხადა და კიდევ ერთი ახალი ამბავია, რომელიც ახლა უცებ სიტყვა გამექცა და თავიდან ამომივარდა, მაგრამ გამახსენდება და უსათუოდ მოგახსენებთ პირველი რაც გააკეთა, როცა მოვიდა მუზეუმების სათავეში, როცა დასვეს, როგორ დაიწყო თავისი ანტიქართული პოლიტიკის განხორციელება. ქვეყნის ერთ-ერთ ნომერ პირველ მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში, რომელიც მდებარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პირდაპირ რუსთაველის ნომერ 3-ში, სადაც ბავშვობიდან ჩემი თაობის ადამიანები, უფრო ახალგაზრდები, უფრო ხანდაზმულებიც მიდიოდნენ სკოლებიდან და ათვალიერებდნენ საქართველოს ისტორიას, რომელიც უწყვეტად იყო გადმოცემული. მთელი ჩვენი ისტორია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ეხლა იქ აღარაფერი აღარ არის მსგავსი ამ ადამიანმა ანტიკართული პოლიტიკის განხორციელება იმით დაიწყო ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რომ აალაგა ეს ექსპოზიციები საქართველოს ისტორიის გადმომცემი ექსპოზიციები და დარბაზები დააცარიელა ერთადერთი მუდმივ მოქმედი ექსპოზიცია, რაც ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დარჩა, ეს არის საგანძური, ოქროს ნივთების გამოფენა. დანარჩენი დარბაზებში პერიოდული გამოფენებია, ხან იარაღი, ხან რაღაც არქეოლოგიური ნივთები, ხან აღმოსავლური კულტურა. როგორც პოლიტიკა მოითხოვს, როგორც პოლიტიკოსები უკარნახებდნენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. აი რომ აალაგა იქაურობა და რომ დააცარიელა, შემდეგ რა ხდებოდა, ეხლა ეს მინდა გაჩვენოთ, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოვიდა თუ არა ჯანაშიას მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში გაუქმა ცენტრალური საპარადე შესასვლელს რო ეძახიან და უკნიდან გაუკეთა შესასვლელი გალერეას და ეს საპარადე შესასვლელი დიდი ხის კარები დაკეტა და გვერდზე გახსნა შემინული ბევრი ფანჯარაა და შემინული კარებებია იქვე გვერდზე კინო რუსთაველის მხარეს და იქიდან შედიან ახლა დამთვალიერებლები და მნახველები. აი დაცარიელებულ დარბაზებში რა გააკეთა, როცა რემონტი დასრულებულად გამოცხადდა 2011 წელს მაისში და რისთვის იყენებდა დავით ლორთქიფანიძე, ერთ-ერთი ღონისძიება გადავიღე და ახლა მინდა გაჩვენოთ მოდის კვირეულის გახსნა 2016 წლის 5 მაისი. აი საპარადე შესასვლელი გაახსნევინეს იმ ადამიანებმა, ვინც დაიქირავა მოდის კვირეულისთვის ჯანაშიას სახელობის მუზეუმის შენობა და მოდით ახლა ერთად ვნახოთ, როგორი კადრები გადავიღე 2016 წლის 5 მაისს. იცნო, მაგრამ არ შეიძლება წარმომადგენელი გეუნევა და დატოვოს მუზეუმი. მე გეუნებ, როგორ არ შეიძლება? ვანახოდეს გამოვას. გარეშე ვერ შემოუშვებდო და რას მეჭიდაო ნახელაკა წინ დაუკა რა არის, რა წესია რა. მიქსია გეჭიდები შემეჭიდაო. ვერ გავიგე. გეუნები არ შეიძლება თქო და გასაგებად ყოლაპარაკო. ხო შეიძლება რომ არ შეიძლება. შემოსვა ამ ადამიანს არა. კარგი, მაშინ მე გავაკეთე ყოლაპარაკო.
ფილოსოფო, რატო აირჩიეთ მუზეუმი აქ ამ ღონისძიების ჩასატარებლად? მე ნინო მიქიაშვილი ვარ, ობიექტი. რატო ავირჩიე? დიახ, უხერხულებას არ გზნობთ, რომ ექსპონატებთან გაქვთ ესეთი ღონისძიება. არა, რატო? რას ვაკეთებთ? მე არ მიშვებენ და ვერ ხედავ რას აკეთებთ. ეკნებ თქვენ მითხრათ შიგნით რა უნდა სულს რას ვაკეთებთ? ეს არის უბრალოდ მიღება. ჩვენება არ არის და არაფერი შეურაცხმყოფელი ექსპონატების. და აბა დარბაზებში მიღება როგორ არის? მიღება ეზოში და დარბაზებში რა ხდება? დარბაზებში მიღება არ არის. ერთ გარკვეში არის გამოფენა. ისი გამოფენა? ფრანგი დიზაინერის ფოტო გამოფენა, რომელიც ექსპონატებს არ ეხება და სიმონ მაჩაბელის თილისმა ძალიან საინტერესო ნამუშევარია. ლოცვებია გამოფარგული კოსტიუმებზე ძალიან საინტერესო ნამუშევარი. ანუ კოსტიუმების გამოფენა. 5 კოსტიუმი არის ერთ სართულზე და რამოდენიმე ფოტო მეორე. და საგანძურში ხდება რაიმე? არა, საგანძურში არაფერი არ. მე მითხრა კულტურის სამინისტრომ, რომ საგანძურში ერთ საათიანი ჩვენება. არა, როგორ გეკადრებათ, არა. და რატო სხვა არჩევანი არ ქონდათ? აი რა გინდოდათ მუზეუმში? და მუზეუმში არ შეიძლება. არა, მუზეუმში არის სიძველეები, მუზეუმშია ჩვენი ისტორია. დიახ, ასე იყო აქამდე. საინტერესო. ხალხს ამ საგანძურს და სიძველეებს არაფერი ამაში შეცდია არ არის. ლურშიც ტარდება ღონისძიებები და ძალიან ბევრი საგანძური ეხა გია? საგანძური არ ვიცი, ხალხი. არა, ვაცნობთ მეუბნებით და იმიტომ მე არ მიშვებენ და იმიტომ ვეკითხე. საგანძურს შემოგძანდით და აი თქვენ თუ შემომიშვებთ, შემოგძანდით და ნახეთ და სადაც არის იარაღების გამოფენა, იარაღის კოლექციის. ბატონო და რამ დარბაზში რა ხდებოდა სანამ ეს ღონისძიება მოეწყობოდა? ამ დარბაზში რა ხდებოდა სანამ ეს ღონისძიება მოეწყობოდა? რომელსაც ხატვის გამოფენა იყო კიდე. აქ რაიმე ჯიპასი თონები ან ჯიპასი ფონდი არ ყოფილა. ეს არის პროექტი გამოფენის ერთ-ერთი პატარა სეგმენტი. საგანძური ღიაო ხედავ. საგანძური ღია. არა სამუშაო საათები ამ წუთას 8 საკლია 25. საგანძური ღია. არა სამუშაო საათებში რატოა ღია საგანძური? ბატონო დირექცია მისის და რატოა ღია თქვენ რა? დირექცია მადლობა. ვარ მუზეუმის ეზოში და აი აქედან შევარ საგანძურს. საგანძური ღია.
ახლა ვნახოთ რა ხდებოდა ჩვენი ქრისტიანული ხელოვნების საგანძურში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში, როცა მაშინ ცოცხალი იყო ჩვენი საგანძურის შეუვალი და თავდადებული მცველი ქალბატონი ელენე კავლელაშვილი, იყო პრობლემა, რაზეც თავად ამ ვიდეო მასალიდან შეიტყობთ და ჩემთან ერთად წამოვიდა ჩვენი ტელევიზიიდან ნინო რატიშვილი, ის ერთ-ერთი იმათაგანია თითებზე ჩამოსათვლელი ჟურნალისტებიდან, ვინც გააშუქა, ვინც არაერთი გადაცემა გააკეთა ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე დამანგრეველ პოლიტიკაზე და მოდით ვნახოთ 2016 წლის 27 თებერვალს გადაღებული ვიდეო მასალა საგანძურში. ახლა ვდგავართ საგანძურში, გვერდით არის ანჩის ხატი და აი ფანჯარა გააღეთ სპეციალურად, რომ გვაჩვენოთ რა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში და თუ შეიძლება გითხარით. საგანძურიდან აი ამ უმოკლეს მანძილზე მიმდინარეობდა სავენტილაციო დანადგარების ლითონის და პლასმასის მილების შედუღების პროცესი ძალიან ხანგრძლივი დროის მანძილზე, რამაც მთელ სეზონში მთელი ეზო კვამლით ამოავსო, საშინელი ანაორთქლებს შეიცავდა და სავენტილაციო ხვრელების ახრების მეშვეობით მთელი ეს სიკეთე წინწკლებში შემოვიდა ექსპოზიციაში. რომც არ ემუშავა კონდიციონერი ჩვენ კი გამოვთეთ, მაგრამ ასეთი ანაორთქლები ფანჯრების მეშვეობით კი არა, კედლების მეშვეობითაც აღწერს ასეთ დაწესებულებებში. სამუზეუმო წესით მსგავსი სამუშაოების ჩატარება მუზეუმის ეზოში ყოველად დაუშვებელი და მიუღებელია. სოფლიოში ამას არავინ არ აკეთებს. თქვენ თუ მიაქცევთ ყურადღებას, ეზოში გაყრილია ფანჯრებთან სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშნები, რაც იმას ნიშნავს, რომ მუზეუმი ზრუნავს ფონდების დაცვაზე, რათა სიგარეტის ბოლმა და პალმა არ დატოვოს ცუდი ზეგავლენა. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ სიგარეტის პალმაზე არ იყო ლაპარაკი, აქ იყო უმძლავეს შედუღებაზე, რომელიც დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ხალხტონელი შეიძლებოდა მაგალითად სხვაგან ამის გაკეთება. ეს დანადგარები ეს ემსახურება ჩვენს გვერდით აშენებულ სასტუმრო რიქსოს, სადაც ასევე დარღვეულია სამუზეუმო წესები და მუზეუმის შენობაზე სასტუმრო შენობაა პირდაპირ მოდგმული, რაც დაუშვებელია და ეს ემსახურება როგორც ამიხსნეს, იმისათვის რომ შემდგომ ამ ძლავრმა დანადგარებმა სავენტილაციო არხების მეშვეობით გაწმინდოს ამ სასტუმროს შიგნით არსებული მთელი სივრცე და მიაწოდოს სუფთა ჰაერი. თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ ჰაერს ააკედან, ეს რომ ჰაერს და ეს ბინძური ჰაერი აქ უნდა შემოვიდეს. ეს რომ გაიწოს კიდევ შეიწოს ხომ გამოიწოს კიდევაც. ეგ უნდა კითხოთ მატრასებს. არა, მე ფოტოები გადავუღე და გამოვითხავ ინფორმაციას. ამის ის არის ვენტილატორები, ელექტრიალებს უკვე. კი, ჩვენ ეზოდანაც გადავიღე. უკვე სუსტად უკვე ჩართეს. და თვითონ ეს შემოსული ეს ბოლი, ეს სუნი როგორ აისახება აქ სიწმინდებზე, ექსპონატებზე, მრავალსაუკუნოვან ჯვარხატებს. მოგეხსენებათ, რომ მე ხელოვნებაცოდნე ვარ და არა ვარ ქიმიკოსი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კითხვა მისცეთ მსგავსი პროფესიის ადამიანებს და გეტყვიან თუ რა კატასტროფული ზეგავლენა აქვს ამ უკვე ვკითხე და კიდევ ვკითხავ. იმიტომ ეს მავნე აირები ყველა არის დამანგრეველი ამისთანა სიწევს. რას იწევს? აი ფიზიკურად. ეს პროცესებს იწევს ისე. აქ ხომ მიდის 1000 საუკუნეების მანძილზე არსებული რღვევის პროცესები, ბუნებრივადაც მიდის, ხო? და როდესაც ჩვენ ესეთ მავნე გარემოს შევქმნით, ეს პროცესი ძალიან ჩქარდება. აი ეს ფანჯარა, საიდანაც გადავიღეთ ეს დანადგარები, ანჩის ხატი, გვერდით და აქეთ ხახული. აი ასე. და აქეთ მთელი საგანძური კიდე. ისე აი მთელი ეროვნული სიამაყე, თუ კი რამე გვაქვს დარჩენილი, ხო? აი ყველაფერს მიზანმიმართულად ანადგურებენ. ეს არ შეიძლება. სხვა სახელს ამას ვერ დააქვს. ეს ნებსით ხდება თუ უნებლით უფრო საშინელ დღეში ვართ, რომ ეგეთი არაპროფესიონალები ვართ. რა თქმა უნდა, ქალბატონი ელენე შეეწირა შეაკვდა საგანძურის დაცვას, ხელოვნების მუზეუმის დაცვას იმ ანტიქართული პოლიტიკისგან, იმ დამანგრეველი პოლიტიკისგან, რომელსაც ეროვნული მუზეუმის დირექცია ახორციელებდა და
დღესაც ისევ განაახლა ეს საქმე მე როცა ვთქვი სიახლეები რაღაც აზრი შემიწყდა და დამავიწყდა კიდე ერთი ამბის თქვენთვის გაცნობა. 2021-24 წლებში მუზეუმიდან არაერთი ადამიანი გათავისუფლდა. ეს ადამიანები უმეტესობა დროშა შემოხეულები დღემდე დარბიან რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე, იმ აქციებზე, რომლის მიზანია სახელმწიფო სამოყირავება და რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოყვანა იმ ძალების, რომლებიც ამ პროცესების სათავეში არიან და ეს დროშა შემოხეული ხალხი, რომელიც გაშვებულია 2021-24 წლებში, მათი დაბრუნება დაიწყო დავით ლორთქიფანიძემ ეტაპობრივად დაიწყო მათი დაბრუნება ეროვნულ მუზეუმში. ეს ამ საქმეს მიყო ხელი მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თინათინ რუხაძე. ანუ ეს ის ამბავია, რაც მე თავიდან ამომივარდა და ვერ თქვი გადაცემის დასაწყისში. ეხლა გავაგრძელოთ იმ დამანგრეველი სამუზეუმო პოლიტიკის ჩვენება, წარმოჩენა კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე, რომელსაც დავით ლორთქიფანიძე ახორციელებს 2004 წლის შემდეგ. და ეხლა გაჩვენებთ 2015 წლის 18 აპრილს ეროვნულ გალერეაში გადაღებულ ვიდეო კადრებს. იქაც მოდების ჩვენება გაიმართა და ვინც თანმიმდევრულად თვალს ადევნებს ჩემს გადაცემებს, იმას ეცოდნება, რომ ეს არ არის პირველი დღე, როცა მე ამ კადრებს ვაჩვენებ. იქიდან მოყოლებული პერიოდულად ყოველთვის ვაჩვენებ, რომ გაიგოს ერმაც, ბერმაც, ხელისუფლების წარმომადგენელმაც, ეკლესიის წარმომადგენლებმაც, ვინ არის ეს ადამიანი და როგორ პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის ცენტრალურ მუზეუმებში. ვნახოთ 2015 წლის 18 აპრილს ეროვნულ გალერეაში ჩემი გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა ერთად. ჟურნალისტების აკრედიტაცია შეამოწმეთ. როგორ არ მინდა, მე არ მიშვებთ და ყველას უშვებთ. რატო არ მიშვებთ? ჟურნალისტი ვარ. კი ბატონო, კითხვა მინდა დაგისვათ ობიექტივი ჟურნალისტი ვარ. თუ შეიძლება, რატომ აირჩიეთ ეროვნული გალერეის დარბაზი მაინდა-მაინც? აქ ჩვენების მოსაწყობად მხოლოდ ეს მაინტერესებს. იმიტომ რომ დარბაზი რო ნახე, მივხვდი რომ ჩემი კოლექციისთვის საუკეთესო. და აქ რო პიროსმანის სტილოებია გამოფენილი და მხოლოდ ხატვართან ნამუშევრები თავსუფერხულად შეიძლება სხვა ადამიანის ნამუშევრებით გამოექცნო. და თქვენ მხატვარი ხართ მერე? კი, მე ვხატავ კიდე სხვათა. და აქ თქვენი ნამუშევრები იყო დღეს? კი, ჩემი ნამუშევრები ხო პირველ სართულზე წარმოდგენილი. მადლობა. თუ გუდიაშვილი გაინტერესებთ მეორეზე ადითო.
მეორეზე ფიროსმანის მუდმივ მოქმედი გამოფენა გუდიაშვილის ნამუშევრებიც არის გამოფენილი, მაგრამ ძირითადად ფიროსმანის ნამუშევრებია და ზანზარებდა მთელი შენობა იმ დღეს ისე აწეული იყო ეს მუსიკა და ეს იყო ჩემი მთავარი როგორ თქვა, პროტესტი იმ დღეს ჩემში, რამაც გამოიწვია. ჯერ ის, რომ მუზეუმში მოდების ჩვენება იმართება და რაც არ უნდა მითხრან, რომ აი ლურშიც იმართება და ასე შემდეგ. ლურში გაცილებით სხვანაირადაა ყველაფერი, ვიდრე ეროვნულ გალერეაში და ჯანაშიას მუზეუმში. ამას რატომ არ აქცევენ ყურადღებას? ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი რეზო ამაშუკელი გახლდათ ის ადამიანი, ვინც მუდმივად ერთვებოდა გადაცემაში, რეკავდა ინტერვიუებში, საუბრობდა იმ პოლიტიკაზე, რომლის ირგვლივაც დღეს მაქვს გადაცემა ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე პოლიტიკაზე და 2016 წლის 31 მაისს ჰქონდა საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში, რომელსაც მეც ვესწრებოდი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, რომ მიქვიყავი, როცა დასრულდა კულისებში შევედი, ვთხოვე, რომ ბატონ რეზოსთან მინდა შეხვედრა და ეხლა ეს ორწუთიანი ვიდეო მასალა, რომელსაც გაჩვენებთ, მაშინ ჩავწერე. ელოდებოდით, რომ მადლობა მეთქვა ამ შესანიშნავი საღამოსთვის, ამ არაჩვეულებრივი ლექსებისთვის, რომელიც მეც და სხვებსაც გავყვება ძალიან დიდხანს. სულიერ საკვებად. ეხლა ამ პატარა ვიდეოს დავდებ ჩემს გვერდზე Facebook-ზე და შემდეგ გადაცემაში მიგიწევთ. ხომ არაფერი გაქვთ სათქმელი, ლექსების გარდა და იმის გარდა, რაც ძალიან ბევრი რამე მქონდა სათქმელი. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მე არ ვაკადრე საზოგადოებას ახლა და თანაც არ მინდოდა რომ ეს ამ საღამოში მე ისე მუშტების ქნება დამეწყო, მაგრამ როდესაც ამ ხელა მილიონებს იხდიან და ჩამოყავთ რობი ვილიამსია თუ ვინ არის, ესე იგი და მე შემოbrunდება და უკანალს აჩვენებს ეს საქართველოს და ამის შემდეგ კულტურის მინისტრი გამოდის და თავის გაპრიელებულ ლოყებს, ესე იგი ბედნიერების ბეჭედიაზის ეს სირცხვილი ეს ერთი მე კულტურის მინისტრი იმიტომ ვახსენე რომ ვერ გადაურჩება დავით ნორთქიფანიძე მუზეუმების დირექტორია თუ ვინო ხერიეგა ვერ გადაურჩება იმას თუ ბოლომდე მე ხლა ვაპირებ რომ ბოლომდე გამოვიკვლიო რა უბედურებებიც ხდება მუზეუმებში და როცა საფუძვლიანად შევისწავლეთ ამას ჩვენ აუცილებლად დადგება მაგის პასუხისმგებლობის საკითხი ვისი პაროლობის ქვეშაც არ უნდა იყოს ვინც არ უნდა გადაეფაროს არაფერი არ უშველის იმიტომ რომ 16 აყაიშვილის პატრონები ვართ ჩვენ და ეს ნოავისდება ნურავის და იქ რა ქვია მის ქვედასაცვლების და მაპატიოს მსმენელმა ნიფხების გამოფენას უაწყობს თავისთან იქ ესეც ეკობა მაგას სამჟავროდ და დანარჩენს კიდე ვილაპარაკებთ ესე ჩემს გადაცემაში კი ბატონო დიდი მადლობა კაი 6 თვის შემდეგ 2016 წლის 16 ნოემბერს შალო ამირანიშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გადაღებული კადრები მინდა გაჩვენოთ. 16 და 17 ნოემბერს გადაღებული კადრებია. აი მე თუ აი ხა დაგანახოთ სად არის საგანძური აქედან. აი ამ შენობაში პირველ სართულზე. ფონდებია, იქ საგანძურია. თბილისი გას გოგირდოვან წყლებზე. ჩვენ ეს შემოგვიომობა არ ვიცი. ეს რას უზავს საგანძურს არ ვიცი. კორპუსის საძირკვლის გამოფენა. ეროვნული მუზეუმის დირექციიდან ვინმე იყო გადმოსული? ღვალაძე საქმის კურსია და რეკავს ხან წყალკანალში ხან დღეს იყო ერთი ბრიგადა ეხლა თითქოს მეორეზე. ეს ბრიგადების მოსვლა წასვლა რა შორის არა. და მე-6 დღეა ესეთი უბედურება აი ეს რაც გადმოვიდა ეს უკვე დილა და საფეთქში რაც წავიდა მე-6 დღეა. და აქეთ არქეოლოგიის ფონდებია. რომელიც წამოწონდა და იქ გამოდის წყალი და სხვა არქეოლოგიის ფონდებიდან გამოდის. არის არქეოლოგია, ეს მთელი საგაფებია სამსახური. ოჩახის მდინარე მოდიოდა. აქ მოდიოდა იგივე წყალია. აქ მოდიოდა მდინარე. აქაც მოდიოდა ბატონო. აქ მოდიოდა, მე ვნახე ეს. სიმართლეა ჩვენი. ვაიმე. აი ამოდის სისტემის. ვაიმე. აი ეს რა არის? ბარიგადები, რომ იქით აღარიდინოს და იქ ფონდები არის და რაღაცები რო არ გაქვს. არ ჩავა, იქ არ ჩავა. სულ წყლით არის, არა ვერ გადავა. აი, გადავყე. არის ჩვენია. თქვენ
რა ექსპონატებს რა უნდა? რა უნდა? წამოდი. ჩემი დალაგებულია, მაგიდა იქ არაფერი რა უნდა იქ წალს როგორ? პასუხი არ არის. წამოდი. მე არ ვიცი რა უნდა წალს მანანა. წამოდი ერთი რა არ უნდა, ნახე. ვიცი, მე არ ვიცი. ერთი მდინარე არ გამოდიოდა მეორე იქ. იქ არ გამოდიოდა. რასაც არ გამოდიოდა, არ ჩაგეტილი. წამოდი ხალხო და ნავალს განახებ მდინარისას რომ გამოდიოდა. არსი რა არის ამ კამათისის გამაგებინა? ის არის რომ მუზეუმი არ უნდა დაიტბოროს, ბატონო. მუზეუმი კატასტროფა არ უნდა შეიქმნას. მე ვინ შექმნეს კატასტროფა? არ ვიცი მე ვინ შექმნა. უფალი ღმერთის გარდა გარედან შემომავა წყალს ვერავინ ვერ განკარგავს. რატო ვერ განკარგავს? რას მოგწანებ? გარედან შემოვიდა წყალი. რას ქვია გარედან? 6 დღე გარედან დრო შემოდის, ის წყალი უნდა გააჩერო. წუხელი როგორ გააჩერეს ის წყალი? წუხელის? როგორ გააჩერეს? ეს სხვა მოვარდნა იყო. პირველ და ორდეში არ იყო დენადობა, ეხლა რას მოგწანებთ? რას? გაიხსო აქაურობა და მე რასაც ვამბობ ხასოს ვაგებ, ნუგზარ მიქაძე, შემომიცლე მე კარგი. მე რომ გისმენთ, არ ლაპარაკობს. მე ვარ საქმე და საქმე. დრამატიზირება არ მიყვარს. რას დრამატიზირება? უფალი ღმერთის გარდა ვერავინ ვერ გარკარგა და როდის შემოვა წყალი გარედან და როდის შემოვარდება. აი თუ შიდა კომუნიკაციების ბრალი იყო, ეს შეგეძლო. არა. როგორ მუზეუმში არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ, რომ გარეთ კომუნიკაციის შიდა კომუნიკაცია. არავით არის შიდა კომუნიკაცია. მე მივაწოდე შიდა კომუნიკაცია. ვინც მიაწოდა? ესე წავიდა საუბარი რომ შიდა კომუნიკაცია. შიგნით გვაქვს ჩვენ დატბორვა. ფაქტია. და არაფერი ხდება ამის. და მიდოდა მდინარე. დიახ, არასწორი ინფორმაცია. არასწორი შიდა ისინი ვაიმე ენას დამებად მუზეუმი დაიტბორა. დაიტბორა გარედან შემოვიდა. ენა იმიტომ გებმებათ რომ მართალი არ ახავთ. ამ კედლის უკან არის არქეოლოგიური ფონდები. ორი ოთახია, სადაც განთავსებულია დიდძალი მასალა. როგორც საიხის, ისე მეორე ფონდია, მან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ფონდი. მთელი ეს მასალა ძალიან ძლიერ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ აქ წყალი იყო, ძალიან მაღალზე არ იყო, მაგრამ საკმაოდ ამოსული იყო და რო გავაღეთ ფონდის კარები, ნაწილი წყლის შესულია შიგნით. ბატონი რომელიც ეკამათებოდა ჩვენი საგანძურის მცველს გახლდათ იმჟამად ეროვნული მუზეუმის ტექნიკური სამსახურის უფროსი. იმ დღეებში როცა წყალი გროვდებოდა ხელოვნების მუზეუმში და მდინარესავით მოედინებოდა, თავად ნახეთ როგორი ვითარება იყო და როცა დაიტბორა ფონდები წყალი შევიდა ფონდებში, აი ეს ყველაფერი თავისი თვალით ნახეს ბატონმა თემურ ჩალაბაშვილმა, ცნობილმა პოეტმა, აც განსვენებულმა და ბატონმა ანზორ მაძღარაშვილმა. ბატონი ანზორი ფიროსმანის ბიოგრაფიის, მისი ცხოვრების თავდადებული მკვლევარი გახლდათ და თბილისსა და თბილისში მან აღმოაჩინა ის ადგილი, სადაც დღეს ფიროსმანის მუზეუმია და მან გახსნა იქ მუზეუმი და მირზაანშიც ბატონმა ანზორმა ააშენა მუზეუმი, რომლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამად და რას იფიქრებდა ბატონი ანზორი ამდენი წლის შემდეგ, რომ მის ნალოლიავებ მუზეუმებს დაეპატრონებოდა დღეს დავით ლორთქიფანიძე. ჯერ ამ საკითხს წერტილი არ დასმია, ანუ დოკუმენტურად არ გაფორმებულა, მე ასე ვიცი, მხოლოდ განზრახვის დონეზეა. მაგრამ საქმე სერიოზულად არის და მეც ამიტომ ვაძლევ თავისუფლებას, რომ აი ესე დავждე და დოკუმენტის გარეშე ვთქვა ეს ამბავი თქვენს წინაშე. ვაცნობიერებ, რომ ამას ვაკეთებ მტკიცებულების და დოკუმენტის გარეშე, მაგრამ გადამოწმებულ ინფორმაციას გაწვდით. მოდით ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა გამოხატეს ხელოვნების მუზეუმისადმი ბატონმა აზორ მაძღარაშვილმა და ბატონმა თემურ ჩალაბაშვილმა. ისინი ობიექტივში იყვნენ მობრძანებულები 2016 წლის 20 ნოემბერს. აშინელება, მაგრამ რაც იქ ხდება, დაახლოებით იმის 10% იყო აქ ნაჩვენები. იქ ექსპონატები ისეთ მდგომარეობაში აქვს, რომ ესე იგი ჩამოხსნეს და მართლა საწყობად აქციეს ამხელა მუზეუმი. ხელოვნების მუზეუმი. ხელოვნების მუზეუმია, რომ იმას უნდა ეჩვენებინა საზოგადოებისათვის, თუ როგორ განვითარდა ქართული ხელოვნება. ხო და ეს ყველაფერი მოსპო ლორთქიფანიძემ და უფრო მეტი
მაგას მოუვიდა ეს აზრა თუ სხვა უბიძგა არ ვიცი, სიღნაღი შეიერთა. კი, დიახ. მთელი ამბავი სიღნაღი ახალციხე, სვანეთი. ესე იგი რა უერთდებოდეს ყველა. სახელმწიფო მუზეუმს უერთდებოდეს ყველა. ალბათ რა ვიცი, ამას ვეღარ დაიოკა თავისი დიდი სურვილები, რომ ესეთი ისა, როგორ შეიძლება ესე იგი მუზეუმების გაერთიანება. ხო, ეს 2004-ში გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გააკეთა, მაგრამ აღარ არის ეს სააკაშვილი. დღეს არის მარგველაშვილი და კვირიკაშვილი, მაგრამ აიცი რა არის? კი არის, მაგრამ წარმოიდგინე, რომ ის სააკაშვილის რაც კი მაგალითად სააკაშვილი აკეთებდა, არაფერი არ შეცვლილა კულტურის სფეროში. ნამდვილად სერიოზულად გეუბნები, კულტურის სფეროში არაფერი არ შეცვლილა, ისევ ლორდ ქიფანიძეა, ისევ ეს მუზეუმები საშინელ მდგომარეობაშია, მის დაქვემდებარება მუზეუმი საშინელ მდგომარეობაშია. უფრო მეტი, მაგრამ მირზანის მუზეუმსაც დიდი ჩრდილი მიაყენდა, იცი? ეს თქვენი დირექტორობის პერიოდში თუ მერე რა მოხდა, იცი? როცა მაგალითად სააკაშვილმა ეს მოიმდომა ქალაქობანას თამაში, მაგას უნდა ეთქვა, რომ ეს არ შეიძლება, როგორ შეიძლება ახლა 8 კილომეტრში ფიროსმანის მუზეუმია. ხო და იქავე კიდევ გაუხსნა მეორე მუზეუმი. ემით მოკლა ფიროსმანის მუზეუმი. სადაც დაიბადა კაცი და სადაც ფეხი აიდგა. მუზეუმი იქ უნდა ყოფილიყო. რატო რა სიგნალი? თუ არ აგჯერათ, ხელოვნების მუზეუმი ფაქტის წინაშე დავდექით, რას უყურებ და რა მდგომარეობაშია. მე თქვენთან ინტერვიუ წავიკითხე გაზეთ დასავალში ქეთევან ხამიცაშვილმა არაჩვეულებრივი მასალა გამოაქვეყნა და აქ ამბობთ, რომ მე სოფლიდან ხალხს ჩამოვიყვანო ხელოვნების მუზეუმის დასახმარებლად. და იმ თქვენ ესე იგი რო საუბრობდით, ხო, აი გულით ადათვალოთ, მე სიამოვნა, იმიტომ რომ არ ლაპარაკობენ ხელოვნების მუზეუმზე, ერთეულები ლაპარაკობენ და ყველა ზის და რაღაცა ვირტუალურ ადამიანებად გადავიქცეთ ბატონ თემურ, ვაკაკუნებთ ამ ინტერნეტში და რაღაცა შორიდან ერთმანეთს გულშემატკივრობთ. თქვენს გარდა მე იქ მისული არავინ არ მინახია. არც გამიგია თუ არ ვწდები საკრებულოდან თუ მერიიდან იყვნენ მისულები. აი ეს ვიცი. კაცო, მიცვალებულზე გაგზავნილ დეპეშას აგავს ამ კომპიუტერით გადაცემ გადმოგცემენ, მე რომ მკითხოთ. როგორ შეიძლება განკართველი იყო და ისი არ შეიწუხო თავი. რას ქვია კაკუნი, მიდი და დადექი, კაცო, ერთი კაცის კვალობაზე შენი სიტყვა თქვი. ეს ხო უბრალო რამე არ ხდება, კაცო, ეს ხო რაღაცა პატარა ქოხი არ იცის, არა სოფლის ბოლოს. ინგრევა საქართველოს ისტორია. ხელოვნების მუზეუმი ეს მთელი ხალხის კუთვნილება არის. ამით მთელი საქართველო ამაყობს. თუ გინდათ მარტო ავიღოთ ხახულის კარეთი. მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს ხატია. თან შესანიშნავი მინანქარი, მაგის მინანქარი რო ამოამტრიეს, ესე იგი იმ შაუბნიერ დროს, ორი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული და სახელმწიფოს იმდენი ფული არ აქვს, რომ ის გამოისყიდოს, იმდენად ვიდია. როცა ხახულის კარადის შეფასება უნდათ, ფულის ერთეულზე ფასი ვერ დადგეს და მიაწერეს შეუფასებელი. და აი ასეთ საგანძურს ვექცევით, ესე იგი საშინლად. შეუფასებელი კი არა, ბატონო, დაუფასებელი გამოვიდა. რა შეუფასებელია? ანადგურებენ. დაუფასებელია მართლაც. რა უნდა ესე იგი ხელოვნების მუზეუმი ეროვნულ მუზეუმთან. ეგ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ბატონო, როგორც იყო ადრე ეროვნული მუზეუმი ეკუთვნოდა აკადემიას. მე აკადემია რო ერთ სიტყვი დაიშალა კულტურის სამინისტროში გადმოვიდა, კულტურის სამინისტროში კიდევ უკვე იმხელა მიშას დროს უფლება მოიპოვა ლორდ ქიფანიძემ, რომ ერთ სიტყვით მთელი ფეოდალის ხელა უფლება აქვს ესეთი დებულება ამ ეროვნული მუზეუმის. ახლა 2017 წლის 14 ივლისს გადაღებული კადრები ვნახოთ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში. რა ხდებოდა? ერთად ვნახოთ.
აი საიდან გაიგეთ ეს ინფორმაცია? ასე გატყავებული ციკანი და ცხოველი სადმე სხვა სახელმწიფო უწყების სივრცეში რომ ენახა ცხოველების უფლებების დამცველებს გადაატრიალებდნენ ყველაფერს აქ რა თქმა უნდა ხმა არავის არ მოუღია ეს იყო ობიექტივის ახალი ამბების გადაღებული კადრები ანიკ იგნაძემ გაუშვა გადამღები ჯგუფის როცა შევიტყვეთ მომხდარის შესახებ ეროვნულ მუზეუმში ეხლა მინდა ერთ-ერთი ძარცვის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმიტომ რომ დღეს ამ გადაცემაში ყველა ფაქტზე საუბარს ვერ ვასწრებ ამას შემდგომისთვის გავაკეთებ 2014 წლის გაზაფხულზე აპრილიდან ივნისამდე პერიოდში გაიგურდა დუშეთის იგივე ჟინვალის არქეოლოგიური ბაზა, რომელიც ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაშია 2618 სამუზეუმო ნივთი მოიპარეს იქიდან. ამას ვამბობ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სასამართლო განჩინებაზე დაყრდნობით და მოდით ახლა ვნახოთ 2021 წლის 27 ივნისის გადაცემიდან ფრაგმენტი ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ ადამიანს როგორ ჩააბარა ლორდ ქიფანიძემ იქაურობის გასაღები. და ჯერ ერთი ქურდობა რატომ მოხდა იქ? იმიტომ რომ მუზეუმის ხელმძღვანელობამ არ გამოიჩინა ძალიან დიდი გულგრილობა გამოიჩინა ამ ობიექტის მიმართ, ძალიან დიდი აი ამ მარგალიტის მიმართ გამოიჩინა ძალიან დიდი გულგრილობა. მართალია რომ თანამშრომლების სახლში გაუშვა. კი, თანამშრომლების სახლში გაუშვეს და ერთი დარაჯის ამარა დატოვეს რომ და იმ დარაჯს რომელიც იყო სრულიად არასანდო და როგორ დანიშნეს აი ეს პირდაპირ არ ვიცი მართალია რომ ნარკოდანაშაულისთვის იყო ახალი გამოსული ციხიდან იყო დიახ და ახალი ციხიდან გამოსულს ჩააბარეს ეს ანუ გელს რო კრავს ჩააბარებ და უპატრონოდ მიაგდეს და რა მოხდებოდა მოდით ეხლა ვნახოთ დუშეთიდან მოპარული ნივთები დავათვალიეროთ. ქალბატონი, რომელიც საუბრობდა, გახლდათ ქეთევან რამიშვილი, იმ ადამიანის შვილი, ვინც დუშეთის არქეოლოგიური ბაზა დაარსა და იმ კომისიის მდივანი, რომელიც შეიქმნა ძარცვის შემდეგ. ქეთევან რამიშვილი ამავდროულად გახლავთ ჯანაშიას მუზეუმში გლიფტიკის ფონდის ხელმძღვანელი. ეხლა ვნახოთ დუშეთიდან მოპარული ნივთების ნაწილი. არავინ აღარ ეძებს ამ ნივთებს. არავინ აღარ ეძებს. საერთოდ არ არის დაინტერესებული ეროვნული მუზეუმი, რომ რაღაცით მოიძიოს ეს ნივთები. ნაწილი ეს პოლიციის დამსახურებაა, რომ აღმოჩნდა. მართლაც აღმოჩნდა ნაწილი, ძალიან მცირე ნაწილი ხო, უმეტესი ნაწილი არის დაკარგული და არც არავინ აღარ ეძებს საერთოდ და საერთოდ ესენი ეროვნულ მუზეუმშია. ეს დაკარგულია.
ეს არის ვერცხლის ფიგურა ირმის საკიდი რგოლით ზურგზე, რომელზედაც ჯაჭვი არის შემული დაკარგული. ეს არის მოპარული. ნამდვილად მოპარულია. აი ეს ვერცხლისა და ბრინჯაოს მოპარული არის სამაჯურები, რომლებიც ვერძის თავებით. ეს ორი ირემი მოპარულია. წეღანი იყო და განმეორდა ეს. ეს არის თავრქა საკიდები ვერცხლისა და ბრინჯაოსი, ზოომორფული ჯიხვისა და ვერძის დაკარგულია. მოპარულია, დიახ. აი ამ ნივთზე თუ შეიძლება. ეს არის შედევრი საერთოდ, ეს არის ბრინჯაოსია, მაგრამ მოიპარეს და უმნიშვნელო საყურეებიანი ჯიხვი, ეს ღვთაებრივი ჯიხვი. აი ეს? აი ესენი დაიკარგა. მოიპარეს. ეს გახლავთ ირმის გამოსახულებიანი შესაბნევები. ეხლა რა არის ეს შესაბნევები? ადამიანები ჩვენ ტელემაყურებელი მასალა რისგან არის? ეს გახლავთ ბრინჯაოსაგან დამზადებული, რომ ის ფაქტობრივად წარმოადგენს მრგვალი სკულპტურის სიგრძივ გაჭრილ ნახევარს, რომლის საფასადო რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ძალიან პლასტიკურად დამუშავებული და რეალისტურად, ხოლო უკანა მხარე გახლავთ შეღრმავებული და იქ მოწყობილი არის შესაბნევი, ანუ კაუჭი არის გაკეთებული და ამ კაუჭი ამოსადები ნემსი არის მოწყობილი. ეს ორი შეიძლება ითქვას, რომ ორი მიზეზით. პირველი ის, რომ ზედმეტი წონისგან განტვირთეს ნივთი, ნახეთ, უფრო მსუბუქი გახდა და შემდეგ ის, რომ პრაქტიკული დანიშნულება მას ატარებდნენ გულზე დაბნეულს, ან ხატის დროშებზე ამაგრებდნენ და რიტუალში ამონაწილეებდნენ. შემდეგი თუ შეიძლება ეს არის ომალოში აღმოჩენილი, აი მატანის რაზმი მეთქი რო ვიძახდი, აი მათი აღმოჩენილია, მოპარულია. მოპარულია, ეს არის პატარა ქანდაკებები, ბრინჯაოს ქანდაკებები ვერძისა და ჯიხვის. მას შემდეგ რაც მაკონტროლებელმა უწყებამ კულტურის სამინისტრომ თავისი ფუნქციის შესრულება დაიწყო 2021 წლიდან და აღმოჩნდა დანაკლის თუ შეიძლება ერთი წუთი რომ დამიმატოთ გადაცემის ჩვენს ჯგუფს მიმართავ ერთი წუთი სულ რაც კონტროლის განხორციელება დაიწყო ერთ მშვენიერ დღეს 2022 წლის 14 თებერვალს ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწყო პრესკონფერენცია და მოდით ვნახოთ რა თქვა მუზეუმიდან გამქრალ ნივთებზე მან ამ პრესკონფერენციაზე. არც ერთი ნივთი მას შემდეგ რაც ეროვნული მუზეუმი შეიქმნა 2005-დან და დღეს 22 წლამდე ეგრეთ წოდებული დაკარგული არ არის. მე მაქვს ამ მოსმენილი და სტენოგრამა გაკეთებული ამ პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი სამწუხაროდ არც ერთმა ჟურნალისტმა არ შეუბრუნა კითხვა და არაფერი არ უთხრა. აი თუნდაც აი იმ ნივთებზე რომელიც ახლა თქვენ ნახეთ. იმავე დღეს 2022 წლის 14 თებერვალს ის ბრძანდებოდა ტელეკომპანია მაესტროზე ბატონ გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში უცნობის კიდობანი და ბატონმა გიამ კითხვები დაუსვა რის გამოც მე ძალიან მადლიერი ვარ. იმიტომ რომ ამას არავინ არ აკეთებს სხვა და მოდით ვნახოთ რა უპასუხა ლორთქიფანიძემ აი ამ გამქრალ ნივთებზე. დათო, ეს მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს ჟინვალის ამბავი. აი ეს მინდა 2006-2018 ეხა გეტყვი, ამაზეც ნივთი მოიპარა. ძალიან კაი კითხვაა ეს. აი რა მოიპარეს ჩვენ ჯერთი ეს იყო არა მუზეუმი, ეს არის არქეოლოგიური ბაზა და მისი ნუ თქვენ გეკუთვნით მაინც. მაშინ შემოვიდა, რა თქმა უნდა. არა, რაზეა. მაგრამ ქონდა ყავდა დარაჯი. ხო. გამოიკვლიე, ესო თურმე დარაჯმა მოიპარა. დარაჯმა მოიპარა. დაიჭირეს. დაბრუნდა რა. დააჭირეს. ხო, მაგრამ პირობები რატო არ იყო ისეთი შექმნილი, რომ არ მოეპარა მაგიარი. აი, ეხა იმიდან ლოვრიდან იპარავს და გერმანიაში მონეტები და დარაჯმა მოიპარა. 6000 წელი გაცა. ნუ 6000 ეხლა გეტყვი. არა, ხო შეიძლება რომ აგიხსნა ესეც, არა? აი, მაგრამ ერთი მძივი რამდენი შედის? ერთი 200 წელი ხო არის ერთ ძივში და გამოდის უკვე 6000, ხო? თვითონ ძივებიც ითვლება. მე ხა ამას შეიძლება ცოტა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ბევრი ჯერ ესეა, გესმით? ამის გარდა კიდე ერთი ქურდობა იყო, ეს იყო
ხარ მახსოვს 2010 თუ 12 მოიპარეს ძველი ქანდაკებები, ბელადის ქანდაკებები, რომელიც ასევე სისხლის სამართლის საქმე იყო, გალერეის ერთ-ერთი საცავი, რომელიც გვიანდელი იყო. ხდება ესეთი რამე კიდე გეუბნები. ხო, კი, გასაგებია, მაგრამ მე მაინც მგონია თქვენ შენს დაადასტურე ხა, რომ რასაკვირველია ხა ეს ყველაფერი ხო სხვანაირი განგაშის ზარი უნდა ყოფილიყო გესმის დღემდე ხა ეს შემთხვევით რომ არ გაგვეგო შეიძლება ვერც გაგვეგო ვერასოდეს ეს 2006 წელს არა ეს დაიჭირეს რაღა ეს მუზეუმის გატანა რო ხდება სოფლიო მიცის ეგეთი რაღაცა ხო ნუ რაც იყო რა არქეოლოგიური ბაზა იყო რაღაცა მაგითო ვიძახი რომ რაღაცნაირად კომუნიკაციის პრობლემა მგონია თქო უფრო მე და ამიტომ აი რა ვიცი აი ჩემ ეთერში ხარ ხა და პრინციპში 1 საათი აი კარგად ვიდიხანები არ გიჩქო მადლობა რომ მოხვედი ჩემთან სტუმრად აი ასე ადვილად თავს ვერ დაიძროენს, როცა ის დაждდება სკამზე და წინ პროკურორი იჯდება და დაუსვამს კითხვებს და შემდეგ მოსამართლეს სასამართლოში. აქ ბევრი დეტალზე შემიძლია ვილაპარაკო, ბევრი ტყუილი თქვა, მაგრამ დღეს ამ გადაცემაში ამის დრო არ არის, ყველაფერი წინა. დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.